საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. დღეს ქალბატონებო თქვენზე იქნება გაშლა რა გელოდებათ მომავალში. მოთავსდით ლამაზად, იფიქრეთ თქვენ თავზე და გითხრეთ კარგს რა მელოდება მომავალში და დავიწყოთ. ჩემო კარგო, ახალგაზრდა ბიჭი ამოგივიდა გულში. უცოლშვილო ბიჭი, უფრო წლოვანებით დიდი ბიჭი. სიხარულები კი აქვს, მაგრამ ცოტა პატარა შეფერხებებს ხედავ ამ ბიჭთან. შენ რაღაცა ახალ ამბის თაობაზე, ცოტა დარდი დაგაწვება გულზე, რაღაცა უნდა განიცადო, ან იდარდო. შენ წარმატებებზე ჯერჯერობით თითქოს რაღაცა საქმე პუსტაში გიდევს ჯერჯერობით. შენ აუცილებლად შეხვედრები და თანხები გიჩანს. მოგვიანებით შორი გზა გელოდება, როგორც ამ თანხას ხელში დაიჭერ, იმ წუთასვე შორი გზა გელოდება. აი ნახავ. და ამ გზაზე ძალიან დიდი სიხარული გელოდება, ჩემო კარგო. თუ ეხლა გზა გაქვთ ჩაფიქრებული მომავლისთვის, წარმატებული გზა გელოდებათ. გავაგრძელოთ, ოღონ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ლამაზი კომენტარები. ნახოთ აბა კიდე რა ხდება. შენ თუ ფიქრობ, რომ ვაიმე პრობლემები მაქვს, ესა მაქვს, ისა მაქვს, არა ჩემო კარგო, არა. ძალიან მალე ამ მოკლე ხანში კარგი ლაპარაკი გელოდება, კარგი ახალი ამბავი გელოდება, იცოდე. შეიძლება ეს პირისპირ ლაპარაკი იყოს, ტელეფონის ყურმილი იყოს და კარგი ახალი ამბავი დაგამშვიდებს, იცოდე. ნახოთ. ამჟამად სერიოზულად ნერვიულობები გიჩანს. კი. რაღაცა თითქოს შეფერხება გაქვს, რაღაცა საქმე იწელება, აი რამე შვილება იძახი. კი, შენი სიხარული ჯერჯერობით პუსტაში დგას, მაგრამ ამის გარანტიას გაძლევ, შენ მომავალში რაც შენ გინდა ყველაფერს აგვარებ. წარმატებებიც გელოდება, გზაც გელოდება და დიდი სიხარული გელოდება, ჩემო კარგო. აქ ახალგაზრდა ბიჭი ამოგივიდა, ჩემო კარგო, რაღაცა თანხას ჩაიგდებს ხელში, ფული უჩანს. ღმერთის წყალობა და ახალი ამბები კი გაქვს, მაგრამ ახლა კრუგში ყველაფერი პრობლემა ჩანს. ნერვიულობა, ელდა, საქმე, საეჭოთ გეხარ, შეფერხებით გეხარ და დაჟე პუსტათაც გეხარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მომავალი ცუდი გაქვს, გადასარევი მომავალი გელოდება. ნახოთ ახლა მომავალში რა დაგამშვიდებს. ახლა მომავალში უყურე რა გამშვიდებს. ვიღაცა შავგრემანი, ბედგამონაცვალი, ფორმიანი, არ ვიცი, ასეთი ვიღაცა პიროვნება ჩანს. ამოგივიდა ეს პიროვნება ფულით და ეს კარტი ამოვარდე თავისთვის. ეს არის ვიღაცა გათხოვილი ქალბატონი, რომლისგანაც ამითაც დამშვიდება გიჩანს. კარგი, ნახოთ აქ კიდე რა ხდება. კაზიონის სახში თუ რამე საქმე გაქვს ეკეთებელი, სურვილი შესრულება გაქვს. შენ სიყვარულზე, შენ თვითონ გულში სულ ჯავრებს ხედავ, სულ რაღაცაზე ბარაზობ, სულ გაბრაზებული ხარ, ვიღაცა მამაკაცზე დარდობ, ან შეიძლება ეს ხანში შესული მამაკაცი ცოტა ან რაღაცა დარდით იყოს, ან პატარა ავადმყოფობით ამოგივიდა. შენ შავგურემანი ქალბატონია, შავთმიანი, ან ქრივი, ან დახურული ქალბატონს ხედავ. შეხვედრა და რაღაცა დიდი წარმატება და სიხარული გელოდება, ჩემო კარგო, ამ ქალბატონიდან. მოდი ერთხელ კიდე გავშალოთ, გოგოებო, რა გელოდებათ და
მერე დავასრულოთ. ფასდაკლებები ისევ მიმდინარეობს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 557 64 38 81. WhatsApp-ზე დამერეკეთ. კი, ეს პერიოდები წეღარო გავშალეთ იყო დარდი, ნერვიულობა, შეფერხებები, მაგრამ გეუნებით ყველაფერი გამოსწორება გიჩამთ. თანხაზე თუ ფიქრობ, თანხაზე ცოტა რაღაც გულგატეხილი დგეხარ, ჯავრობ, გაბრაზებული ხარ, მაგრამ ლაპარაკი, ტყუილათი ლაპარაკები იცოდე. ეხლა რაღაცა თანხაზე შეიძლება ჯავრობდე, გაღიზიანებული იყო, ან გაბრაზება ქონდეს, ან შეიძლება თანხაზე ქონდეს ვიღაცასთან ჩხუბი. ამას მოერიდე, თორე გეუნები ტყუილათი ლაპარაკებ, ტყუილათი ჩხუბებ, იმიტომ რომ ჯერჯერობით შენ რაც გინდა ამ წუთში ჯერ პუსტაშიზე ხარ, ჩემო კარგო. მომავალი გაქვს ბრწყინვალე, ტყუილად არ ინერვიულო. ახლა გემშვიდობებით, ნახვამდის.